საჭირო თბილისის მერიის წინააღმდეგ საქმე ლილოს ნაგასაყრელის გარემოს დაცვითი შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებს ეხება. შემოწმების შედეგად ნაგასაყრელის ექსპლუატაციის ტექნოლოგიური ციკლის დარღვევა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა გამოვლინდა. ექნება თუ არა საფრთხე მოსახლეობას, როგორია გარემოს დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ნაგასაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა პოზიცია. დეტალებს ირაკლი დანელია და გიორგი ბაზარი არ გვაქვს. გარემოს დაცვის სამინისტრო თბილისის მერიას სასამართლოში უჩივის. უწყების ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტმა მერიის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საქმე ლილოს ნაგავსაყრელის მოწყობის მიზნით გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობების დარღვევას ეხება. უწყებაში განმარტავენ, რომ შემოწმების შედეგად ნაგავსაყრელზე არაერთი დარღვევა გამოვლინდა. იმდენად მაღალი სტანდარტებით იყო გათვალისწინებული მისი მშენებლობა, რომ ეს პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. თუმცა უშუალოდ ექსპლუატაციის პირობებში იქნა დარღვეული ტექნოლოგიური პროცესი და სწორედ ამით არის გამოწვეული პრობლემები. თუმცა მისი მოგვარება შესაძლებელია, უნდა მოხდეს იმ ტექნოლოგიური პირობების და ეკოლოგიური დასკვნის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად გაცემული პირობების შესრულება. ლილოს ნაგავსაყრელზე არსებულ მძიმე სიტუაციაზე საუბრობს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე და სამინისტროს გადაწყვეტილებას დროულს უწოდებს. ნაგავსაყრელის დასახლებულ ტერიტორიასთან სიახლოვეს აპროტესტებს ეკოლოგიური სამართლის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძეც. მისი თქმით, ნაგავსაყრელი დასახლებული რაიონებიდან მაქსიმალურად მოშორებული უნდა იყოს. თბილისის მერიამ პასუხი უნდა აგოს იმ 12 მილიონზე, რომელიც მან რეალურად დახარჯა და ფაქტურად ეს არის წყალში გადაყრილი ფული, ვინაიდან ეს ნაგავსაყრელი უნდა მოხდეს გადატანა ამის. ძიმე სიტუაცია შეიქმნა ძალიან, იმიტომ რომ რამდენი ხანი დაუბერავს ის ნაგავი სელდება. ძალიან სწორი გააკეთა გარემოს დაცვის სამინისტრომ, რომ სასამართლოში შეიტანა. ან მოაწესრიგონ, ან და მიიღებენ საშინელ ესე იგი ჯარიმებს. დიდი ლილოს მოსახლეობა დასახლებულ პუნქტთან ნაგავსაყრელის არსებობას წლებია აპროტესტებს. მათ რამდენიმე კვირის წინ აქციაც გამართეს და პროტესტის ნიშნად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე დასუფთავების სპეცმანქანებს შესვლის უფლება არ მისცეს. მაესტრო ადგილობრივებს დღესაც გაესაუბრა. აუტანელი სიტუაცია აქ ცხოვრება არ შეიძლება. მომავალი თაობა იქნება სულ ავანტყოფი. ისეთი სუნით გაასვა, რომ ვერ გაჩერდება ერთი თუთით ადამიანი აქ. არ უნდა აშენებული იყო თავიდან, უნდა გადაიტანონ აქედან. გადაიტანონ სადღაც რომ მოსახლეობის ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე. თბილისის მერია საჩივართან დაკავშირებით კომენტარს სასამართლოს ხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებს. ხდომა კი 7 მარტს არის ჩანიშნული, სადაც სავარაუდოდ გადაწყვეტილებაც გახდება ცნობილი.